29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლება წითელი ჯვრის შუამავლობით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ გადმოასვენეს. ცხედრის გადმოცემას ეუთოს სადამკვირვებლო მისიის და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩატარდა პირველადი ექსპერტიზა, ეხლა არის გადასვლებული ექსპერტიზის ბიუროში. ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ამას დაადგენს ექსპერტიზა და გამოძიება. ცხედარი იქნება გადასვენებული ექსპერტიზაზე, გატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა და შესაბამისად გაკეთდება შემდგომ კომენტარები. ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით ამცნო. დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ოფიციალური პოზიცია, რომ კვარაცხელიამ თავი მოიკლა. მათივე ცნობით საქართველოს მოქალაქე მაშინ დააკავეს, როდესაც ის საოკუპაციო ხაზს მდინარე ენგურის გავლით კვეთდა. თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც ყვება, რომ დაკავების შემდეგ კვარაცხელია ნაბაგების რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემოაგდათ. მისივე ცნობით დაკავების ღამეს ბაზაზე კვარაცხელიასთვის სამედიცინო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს. მე ვხედავდი როგორ დაიჭირეს საწყალი ბიჭი, ცოტა ნასვამიც იყო და რუსებთან სიტყვერი შელაპარაკებაც ჰქონდა. ამის შემდეგ წაიყვანეს, მანქანა მოვიდა, წაიყვანეს აქ ნაბაგივის ბაზაზე ყავდათ. 100%-ით დარწმუნებული ვართ, რომ ნაბაგივის რუსების ბაზაზე გარდაიცვალა. იმიტომ რომ იმ ღამით ცუდად გახდა. და საავადმყოფოდან ექთნები წაიყვანეს პირველადი დახმარების გასაწევად შემოაგდათ. დარწმუნებული ვართ და ახლა იგონებენ რომ თავი შემოიხშო. იქ უცემიათ მე გავიგე ასე რომ ძალიან იმათ უცემიათ ხო და ექიმები რომ მოუყვანიათ. იმ დროს ეს მკვდარი ყოფილა. ოკუპირებულ აფხაზეთში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ნათესავები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. თამუნა ფიფია დარწმუნებულია, რომ მისი ბიძაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ჯერ გაიტაცეს, შემდეგ კი მოკლეს. გარდაცვლილის ნათესავები საუბრობენ, რომ კვარაცხელია ოკუპირებულ ტერიტორიაზე წლებია ცხოვრობს და მასთან კავშირი დიდი ხანია არ აქვთ. თვითმკვლელობა გამორიცხულია. ამას ვამბობ ხმამა, იმიტომ რომ იმდენად ეკლესიური იყო ბავშვი უკვე. ხო, თვითმკვლელობა აი არ არსებობს. ბოლოს ვიცოდი, რომ იყო მონასტერში. ეხლაც მეგონა რომ იყო მონასტერში და ვიყავი მშვიდად. ჩემი მეუღლე მიიყვნენ ვიღაცები. ყოლბაია ზავალებით არა, ორნი იყვნენ მოსულები და წავიდნენ. დაურეკეს და უთხრეს და არ ვიცი ახლა ვინ საერთოდ. რო დაიღუპა რა ვიცი. და კონკრეტულად მეზობლებთან კავშირი არ ქონიათ ან თვითონ. არანაირად მე საერთოდ არც ვიცნობდი. საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სოხუმის დე-ფაქტო რეჟიმი ამ განცხადებით ცდილობს, რომელშიც წერია, რომ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულმა კვარაცხელიამ თავი ჩამოიხშო. ექიმების დახმარების მიუხედავად კი მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც აფხაზეთის ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, ადგილზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მხარეზე ცხედრის გადმოცემას დღეს მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდნენ. სოხუმში იმყოფებოდნენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. მუშაობთ, ყველა მექანიზმი არის ჩართული და ვმუშაობ მაგ საკითხს. ძალიან გთხოვთ, გვაგვიანდება. ეხლა ცხედარი სად არის თუ ვიცით რა ინფორმაცია? გალის ტერიტორიაზე. რამოდენიმე საათში ყველა ხმერს გაიგეთ. მუშაობთ მაგ მეთოდით. ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით თუ არის ეს? მუშაობთ მაგ საკითხს. მე მაქვს მოლოდინი იმისა, რომ ცხედრის გადმოცემა მოხდება უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი მობილიზებული ვართ ამისათვის. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს პროცესი სწრაფად წარიმართოს, როგორც ექსპერტიზის, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით და ბუნებრივია სხვა დამადასტურებელი მასალაც, მათ შორის რაზეც საუბრობდნენ ახლა თვითონ ეს განცხადებაში კადრები, ასეც არსებობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გახდეს ხელმისაწვდომი. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო პარტნიორების საქმის კურსში ჩააყენა. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მსგავსი ფაქტები მეგობარი ქვეყნების მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩება. ქონდა საუბარი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ასევე გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან, ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. მუდმივ კავშირზე ვართ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიებთან, ასევე საქართველოს ყველა საელჩო მიიღო შესაბამისი ინსტრუქცია, რომ აღნიშნული საქმის შესახებ ჩააყენოს საქმის კურსში ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა. ირაკლი კვარაცხელია საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებაზე საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების სისტემატურად ირღვევა.
ამაზე მუდმივად არის საუბარი ჩვენი მხრიდან ყველა ფორმატის გამოყენებით, ყველა ტრიბუნიდან. სამწუხაროა ის, რომ ჩვენი მოქალაქეების ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ილახება, ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება, რა თქმა უნდა, ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ მხარეს. ეს გახლავთ რუსეთის ფედერაცია. ძიმე არის, როდესაც ასეთი ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს თავს გრძელდება, მაინც მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პროცესი ან გაჩერდეს, ან გაჩერებასთან ერთად დაისაჯონ ის პირები, რომლებიც მსგავს ქმედებებს შეიძლება ჩადიოდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის საადამკვირვებლო მისიის დახმარებით ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაიწყო.